შვედეთი ნახდათ საოცარი და დაუჯერებელი ისტორიის მქონე ქვეყანაა. წესით შვედეთი არც უნდა არსებობდეს. რომ შეხედოთ რეგიონს, ეს არის მთიანი ცივი რეგიონი, სადაც მზე არასოდეს არ ამოდის და ყველა მოქალაქეს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს. არანაირი ძვირადღირებული ბუნებრივი რესურსები და საშინელი გეოგრაფიული მდგომარეობა. გასაკვირვი ის კი არ არის, რომ აქ ხალხმა სახელმწიფო ჩამოაყალიბა. გასაკვირვი არის ის, რომ აქ ხალხს საერთოდ არსებობა შეუძლია. მაგრამ როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ გაყინულ ადგილას ხალხი არამხოლოდ არსებობს, არამხოლოდ სახელმწიფო ჩამოაყალიბეს, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ევროპის საუკეთესო სახელმწიფო შექმნეს. თქვენ ახლა იფიქრეთ, რომ მე დავიწყებ შვედეთის ისტორიაზე და ეკონომიკაზე ლაპარაკს. დავიწყებ ლაპარაკს იმაზე, თუ როგორ შეეძლო შვედეთმა ესეთი სახელმწიფო ჩამოყალიბება და შეგვიძლია თუ არა ჩვენ ამის გაკეთება და ასე და ასე შემდეგ, მაგრამ არა, პირიქით, დღეს ვილაპარაკებთ შვედეთის ყველაზე დიდ შეცდომაზე და მინუსზე, რომელიც შვედეთისთვის აბედისწერო გახდა და ამავე შეცდომას უშვებთ ახლა ჩვენ. მოდით დავიწყოთ უკვე ვიდეო, მაგრამ სანამ გადავიდოდით ვიდეოს მთავარ თემაზე, გთხოვთ, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და გადმოდით ჩემ Discord სერვერზე, სადაც ჩვენ ვლაპარაკობთ სხვადასხვა პოლიტიკურ თემებზე. მინდა კიდევ დავიწყოთ დებატების თემატიკა და თქვენ შეგიძლიათ ახალი ვიდეოს თემის ამორჩევა, მოკლედ გადმოდით Discord სერვერზე და ჩვენ უკვე გადავიდეთ ვიდეოს მთავარ თემაზე. მოკლედ შვედეთზე ჩვენ ბევრი კარგი რამ გვსმენია, ერთ-ერთი უმაღლესი ბედნიერების ინდექსი, უძლიერესი ეკონომიკა და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ადრე კრიმინალური სამყარო ევროპაში არსებობდა ბრიტანეთში და საფრანგეთში და ლონდონი და მარსელი იყო კრიმინალური სამყაროს ორი უმსხვილესი ქალაქი. ეხლა ამ ორ ქვეყანას თამამად შემოერთდა შვედეთი და ქალაქი მალმო თამამად შეიძლება ვაღიაროთ კრიმინალური სამყაროს მესამე დედაქალაქად. რამ გამოიწვია შვედეთში კრიმინალური სამყაროს გაძლიერებამ? რატომ გაიზარდა სროლების, აფეთქებების, სექსუალური ძალადობის მაჩვენებლები შვედეთში? ყველაფერი არის შვედეთში ჩამოსული ემიგრანტების ბრალი. შვედეთი საკმაოდ კარგად ექცევა ემიგრანტებს, აძლევს თანხას და საცხოვრებელ ადგილს. ამ აზრზე დაყრდნობით, უამრავი უდანაშაულო მოქალაქე ავღანეთიდან, ერაყიდან, სირიიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც იყო მუდმივი ომები, ცხოვრება იყო შეუძლებელი ტერორისტული ორგანიზაციების გამო, მოქალაქეები გაიქცნენ სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში. შვედეთი იყო მათ შორის ერთ-ერთი და შვედეთი საკმაოდ კარგად ექცეოდა ემიგრანტებს და ექცევა კიდევაც. კი, სახლებს აძლევენ ყველაზე უხეშად რომ ვთქვათ ქალაქის მიგდებულ რაიონებში, მაგრამ ეს მაინც უკეთესია ვიდრე ომის შიმშილი და ის აშინელებები, რაც ემიგრანტებს ელით სახლში, სამშობლოში. რა დაპირისპირებები აქვთ საერთოდ ემიგრანტებს? მოდით დავფიქრდეთ. რა თქმა უნდა, ენა. ძალიან დაბალი შანსია, რომ ავღანელ ოჯახს ეცოდინება შვედური ენა და ძალიან მარტივად გაივლიან ინტეგრაციას შვედურ საზოგადოებაში. და რა გამოდის? ენა რადგან არ იციან, ვერც მუშაობენ და ვერც სწავლობენ. იმის გამო, რომ ემიგრანტები იყვნენ იზოლირებული და ცხოვრობდნენ ქალაქის ყველაზე ღარიბ უბნებში, სადაც შვედები არ ცხოვრობდნენ, ემიგრანტებს არც სჭირდებოდათ შვედური ენის სწავლა. სახელმწიფო არ ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ამდენი ემიგრანტის ინტეგრირება საზოგადოებაში. და როცა დაიწყო ემიგრანტების შემოსევა ევროპაში, ჯერ არაფერი საშიში არ იყო. ყველაფერი შეიცვალა 2010 წელს, როგორც ხედავთ სტატისტიკურად, ემიგრანტები უფრო და უფრო შემოდიოდნენ ქვეყანაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციის პრობლემები დაიწყო. 100,000-ობით ემიგრანტი ყოველწლიურად, ეს სერიოზული დარტყმაა შვედეთისთვის. შვედეთის პოპულაცია დაახლოებით 10 მილიონს აღწევს. რომ ხვდებოდეთ, თუ რამდენი პატარა რიცხვია ეს, პატარა შვეიცარიაში ცხოვრობს 9 მილიონამდე, ნიდერლანდებში 18 მილიონამდე, ბელგიაში 12 მილიონამდე და ტერიტორიულად შვედეთი 10-ჯერ უფრო დიდი ქვეყანაა. მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ტრაგიკული ხდება, როცა იაზრებ, რომ 10 მილიონიან შვედეთში ცხოვრობს დაახლოებით 2 მილიონამდე ემიგრანტი. როგორც ისიც, ემიგრანტების პრობლემა მხოლოდ შვედეთში არ არის და არის მთელ ევროპაში. და რატომ ამოუჩია შვედეთი, მერე გეტყვით. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს შვედეთის სტატისტიკა სკანდინავიაში მგონი ყველაზე კარგი სტატისტიკაა. გიგანტური ფინეთის მოსახლეობა 5 მილიონია, ნორვეგიასაც 5 მილიონია და დანიასაც დაახლოებით 5 მილიონია. დანია კიდე ხო, პატარა ქვეყანაა, მაგრამ ფინეთში და ნორვეგიაში რაც ხდება, ეს არის კატასტროფა. დანიის პოპულაციის 16% ემიგრანტები არიან, ანუ ქვეყანაში დაახლოებით მილიონამდე ემიგრანტი ცხოვრობს. ისეთ პატარა ქვეყნისთვის როგორც დანია, ეს კატასტროფის ტოლფასია, მაგრამ დაუბრუნდეთ შვედეთს. მისდამის 2 მილიონ ემიგრანტს.
მოკლედ 2015 წელს შემოსული ემიგრანტების რაოდენობამ შვედეთში თავის პიკს მიაღწია. ეხლა დავხედოთ შვედეთში კრიმინალური აქტივობის სტატისტიკას. 2010 წლიდან მოყოლებული შვედეთში იზრდება კრიმინალი და 2016-ში თავის პიკს აღწევს. როგორც ხვდებით, ამ წყნარ და დაცულ რეგიონში კრიმინალი ტყუილა უბრალოდ არ გაიზარდა. გახსენებთ, რომ ემიგრანტები ჩამოდიოდნენ ისეთი ქვეყნებიდან, როგორც ავღანეთი, ერაყი, სირია და ასე შემდეგ. ამ ქვეყნებში ბავშვები პატარაობიდან იზრდებოდნენ კრიმინალში. იარაღის გამოყენება უფრო კარგად იცოდნენ, ვიდრე კალმით წერა. ყველა სახის ნარკოტიკი იცოდნენ, მაგრამ არ იცოდნენ ელემენტარული სკოლის მასალა. ეხლა წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ემიგრანტი, რომელიც მთელი ცხოვრება გაიზარდეთ ომში. სროლის და მკვლელობის გარდა არაფერი არ იცით და მსოფლიოში თუ სხვა კულტურა არსებობს, ამას არავინ არ გიხსნიდათ. განათლება არ გაქვთ, ენა არ იცით, სახელმწიფო გიგადებს სახლს და ფულს, რომ იარსებო, მაგრამ იმის შესაძლებლობას, რომ გახდე ამ საზოგადოების ნაწილი და გახდე ნორმალური შვედეთის მოქალაქე, ამის შესაძლებლობას უკვე აღარავინ გაძლევს. შენ იზრდები სიძულვილში იმის გზნობით, რომ შენ არ მიეკუთვნები ამ საზოგადოებას. შენ მაინც გინდა ნორმალურად იშოვო ფული, მაგრამ როგორ ენა შენ არ იცი, განათლება შენ არ გაქვს და ერთადერთი რაც იცი არის კრიმინალი. ემიგრანტები იწყებენ ნარკოტიკებით ვაჭრობას, ჯგუფებად გაყოფას, კულტურული განსხვავებების გამო აწყობენ ტერაქტებს, სროლებს და ასე შემდეგ. შვედეთში კრიმინალი იმდენად გაძლიერდა, რომ პოლიტიკურ სექტორსაც შეეხო. კრიმინალები ქრთამს აძლევენ პოლიციელებს, არიან გაყოფილები ჯგუფებად, ქალაქებს გალვანისფეროებად ყოფენ და ასე შემდეგ. 2015 წელს შვედეთის მთავრობამ შეხედა სტატისტიკას, მიხვდა, რომ უკონტროლო მიგრაცია უნდა შეჩერდეს და გადავიდა მკაცრი მიგრაციის პოლიტიკაზე. შეცვალა რამდენიმე წესი, მაგალითად, ენის სწავლა და ინტეგრაცია გახდა სავალდებულო, მუშაობაც მათ შორის. ბინებს აძლევენ დროებით და თუ მიგრანტი ინტეგრაციის კურსებს არ გაივლის, მას ემუქრება დეპორტი. ხმა უნდა შემოსული ემიგრანტების ზრდას ვერ ხედავთ, მაგრამ ვინც შემოვიდა ქვეყანაში და დასახლდა, უკვე სერიოზულ პრობლემას ქმნის. საერთოდ ევროპის ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ხალხს არ უნდა ოჯახის შექმნა, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო ყველანაირად ხარჯს უჭერს ბავშვების გაჩენას. დედებს 200 დღიან მშვებულებას, უფასო განათლებას, ჯანდაცვას, დაფინანსებებს, მოკლედ ყველაფერს პირდებიან, ოღონდ ბავშვი გააჩინონ. მიგრანტები კიდევ პირიქით უფრო და უფრო მრავლდებიან, რადგან მათ სხვანაირი იდეოლოგია აქვთ და ეს პრობლემურია. ამ კონკრეტულ მომენტში ვერ ვიტყვით, რომ შვედეთი გადაშენების პირას არის. გადაშენების პირას ვინც არის, მალე ვილაპარაკებთ მან ქვეყანაზე, მაგრამ მაინც რადიკალური ცვლილებები თუ არ მოხდება მიგრაციულ სფეროში, შვედეთს ძალიან ცუდი რეალობა ემუქრება. რატომ გიყვებით ეხლა ამას? არა, მე ამას იმიტომ არ გიყვებით, რომ ახსნოთ თუ რა დღეშია ევროპა, ისინი გადაშენების პირას არიან და აქეთ ჭკუას გვასწავლიან და თავიანთ თავს მიხედონ და ასე შემდეგ, მაგრამ არა პირიქით. მე გირჩევთ შვედეთს თავი დაანებოთ. შვედეთი რამენაირად მიხედავს ემიგრანტებს, მაგდენი რესურსიც აქვს და ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანაა. მე გირჩევთ, რომ ამ ისტორიას შეხედოთ საქართველოს გადმოსახედიდან. მოდით მივიღოთ რეალობა, რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ, ფაქტია, რომ საქართველოში არის შობადობის პრობლემა. ხალხი ქვეყნიდან გარბის და ქვეყანაში შემოდიან ემიგრანტები. ზოგს არ სჯერა, რომ ამდენი არაბი და მუსლიმი და ინდოელი ემიგრანტი შემოვიდა ქვეყანაში, კაი, მაგრამ მოდით ქრონოლოგიურად გავყვეთ, როდის დაიწყო ეს ემიგრანტების შემოდინება ქვეყანაში. ყველაფერი დაიწყო 2022 წელს, როცა დაიწყო ომი უკრაინაში. როცა 300,000-მდე რუსი და უკრაინელი ემიგრანტები ჩამოვიდნენ საქართველოში, მაგრამ 90,000-მდე დარჩა ქვეყანაში. ფაქტია, რომ ოვიზო მიმოსვლა გვაქვს ესეთ ქვეყნებთან, როგორც ინდოეთი, პაკისტანი, ნიგერია და ასე შემდეგ. მოკლედ, ღარიბ ქვეყნებთან, ზოგ ქვეყნებში დღემდე ომია, ხალხი აცრილი არ არის. მთელი ცხოვრება იარაღის გამოყენების გარდა არაფერი არ უსწავლიათ და რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი. მე შეიძლება არ ვიცი და თუ ასე კომენტარებში შემისწორეთ, მაგრამ საქართველოში ემიგრანტებს აცრებს არ უკეთებენ. ეს საკმაოდ საშიშია იქიდან გამომდინარე, რომ ის ქვეყნები, საიდანაც ჩამოდიან ემიგრანტები, თვითონ ან არ აკეთებენ აცრებს, ან დაბალი ხარისხის აცრებია. და ამას დავუმატოთ ის, რომ იმ ქვეყანაში არის ისეთი დაავადებები, რომლებიც დიდი ხანია ჩვენ უკვე დავამარცხეთ და აცრებიც გვაქვს გამოგონილი, მაგრამ მაგალითად ნიგერიაში ეს ეგრე არ არის. ანუ არის რისკი, რომ საქართველოში დაიწყოს ეპიდემიები. კიდევ არის რისკი, რომ ქვეყანაში დაიწყონ ნარკოტიკებით ან იარაღით ვაჭრობა, რადგან თავის ქვეყანაში ამის გარდა არაფერს არ აკეთებდნენ. შვედეთის მაგალითი, რომ მოვიყვანოთ ემიგრანტები შვედეთში ჩამოდიოდნენ სადამ ჰუსეინის დიქტატურა
დიქტატურის გამო. ყველა არა, მაგრამ უმეტესობა მაგის გამო ჩამოდიოდა. ამ ხალხს არ უნდოდა სადამ ჰუსეინის რეჟიმი, მაგრამ ამდენი ხანი ცხოვრობდნენ ამ რეჟიმში და ბევრი რაღაცა ისწავლის კიდევაც. საქართველოშიც იგივე შეიძლება განმეორდეს, რა თქმა უნდა, სადამ ჰუსეინის რეჟიმი აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ ისეთ ქვეყნებთან გვაქვს უვიზო მიმოსვლა, სადაც დღემდე ომებია და შედეგი იქნება ისეთივე, როგორც შვედეთში. ტერაქტები, კრიმინალი და ასე შემდეგ. და გთხოვთ, ნუ დაიჯერებთ იმას, რომ ეს პრობლემა არ არის და ემიგრანტები ჩამოსულები არიან სასწავლებლად, რომ არ წაგვლეკავენ და ასე შემდეგ. ეხლა რამოდენიმე დღის წინ მოусმნე გირჩის აზრს იმიგრაციის შესახებ. რომელიც უნივერსიტეტში სწავლობენ, ბევრი მათგანი მუშაობს. ყველაზე პრიმიტიულ სამსახურს იღებენ ხოლმე მაგალითად კურიერები და ასე შემდეგ. ნაცისტური და ასე რასისტული გამოვლინებები ყველა საზოგადოებაში არსებობს, ამას ვერ გაიქცევი. ვიღაცებისთვის ლოკალურად ეს მართლა პრობლემაა, ანუ ვიღაცამ სამსახური დაკარგა, ვიღაცისთვის მეზობლები შეიძლება სხვა საჭმელს ვაკეთებენ და სუნია სადარბაზოში ისეთ რომელიც არ მოსწონთ, ხარჩო რო გაეკეთებენ პრობლემა არ ექნებოდა და ხარჩოს ინდურ ვერსიას თუ აკეთებენ, შეიძლება პრობლემა ჰქონდეთ. და მე უკვე პოლიტიკოსები ალკიფო იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, რომელიც მიდრეკილები არიან ტყუილებით საუბარს, ამაზე პარაზიტირებენ და ეუბნებენ, შემოსევა პაკისტანელების წავლეკავენ, დედას გვიტირებენ, ქვეყანას იყიდიან, მიწას იყიდიან და გაგვყრიან. სუსტი ფსიქიკა აქვს და აზროვნებაში პრობლემა ის ამას დაუჯერებს და გაყვება, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენურად ქვეყანაში არ გვაქვს შექმნილი სისტემა, როგორც ევროპელებს აქვს, სადაც პარაზიტები ჩამოვლენ ბევრნი. ანუ თუ ადამიანი ჩამოდის ევროპაში რომ მიდის, ბევრი უბრალოდ დაждდებიან ხოლმე იქაურ სუბსიდიებზე, სოციალურ დახმარებაზე და არებს არ აკეთებენ და მე კრიმინალიზდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ჩვენთან თუ უნდა ჩამოდის, ან უნდა ისწავლოს, ან უნდა იმუშაოს. სხვა გზა არ აქვს. და ამიტომ ჩვენ კისერზე არ ჯდება ის ზოგადად ის დოვლას ქნის. უკმაყოფილო ხალხი ბუნებრივად იარსებებს. ამ ხალხის უკმაყოფილებაზე პარაზიტირებას ვინმე არაკეთილცინდისერი პოლიტიკოსი აუცილებლად გადაწყვეტს. და ზოგადად ამორჩილი რომელიც მიდრეკილია შეშინდეს და აზროვნებაზე უარი თქვას, ის ყოველთვის აკეთებს სუდ არჩევანს. და ესეთი რამ მინდა ვთქვა. მე ალტინფოს ბევრ რამეში არ დავეთანხმები, ბევრ რამეში კი არა, 90% რასაც ამბობენ, ჩემთვის არის მიუღებელი. მაგრამ ფაქტია, რომ უამრავი რუსი და უკრაინელი ემიგრანტია ქვეყანაში, ბათუმი სავსეა რუსებით. უვიზო მიმოსვლა გვაქვს უამრავ არაბულ, მუსლიმურ, ინდურ ქვეყნებთან და ეხლა თუ არ არის ბევრი ემიგრანტი ჩამოსული საქართველოში, ეს უვიზო მიმოსვლა თუ არ შევაჩერეთ, სულ იქნება იმის რისკი, რომ ბევრი ემიგრანტი ჩამოვა საქართველოში. სტატისტიკურად ბოლო მონაცემების მიხედვით საქართველოს პოპულაცია გაიზარდა 300,000-ით, მაგრამ რაშია საქმე? იგივე სტატისტიკის მიხედვით ქვეყანაში უფრო მეტი მოკვდა, ვიდრე დაიბადა. ამას დავამატოთ, რომ ბევრი გარბის ემიგრაციაში და ემიგრანტები უფრო და უფრო ჩამოდიან. ამას დავამატოთ ის ნამდვილი რეალური სტატისტიკა, რომ უკრაინის ომის შემდეგ 100,000-მდე ემიგრანტი დარჩა საქართველოში. გულისხმობ რუს და უკრაინელ ემიგრანტებს. ამას დავამატოთ, რომ ბევრი მუსლიმი მიგრანტი ჩამოვიდა ახლა ქვეყანაში, სამუშაოდ და დაახლოებით 150,000-მდე ემიგრანტი კი გამოვა. ანუ 300,000-ით რომ გაიზარდა პოპულაცია, მაქედან 150,000 ჩამოსული ემიგრანტები არიან. ამას შეიძლება კიდევ დავამატოთ ის, რომ ეს 100,000-ობით რუსი და უკრაინელი ემიგრანტი ჩამოვიდნენ 2022-ში. და ამ 3 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი შანსია, რომ ამ 3 წლის განმავლობაში ტყუილა უბრალოდ არ იქნენ და ბავშვების გაჩენაც მოასწრეს. ხოდა გამოდის, რომ ეს 300,000-იანი პოპულაციის გაზრდა მოხდა ემიგრანტების ხარჯზე. კიდევ მინდა დავამატო ის, რომ შვედეთში ძალიან ბევრი ადამიანი ათეისტია და დიდად არ ახერხებთ ის ფაქტი, რომ სხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩამოდიან ქვეყანაში და თავის რელიგიას ავრცელებენ ქვეყანაში. ჩვენ კიდევ როგორც ქრისტიანული და მართლმადიდებლური ქვეყანა, ბევრი პრობლემები გვექნება და უნდა გქონდეს კიდევაც იმის შესახებ, რომ უფრო და უფრო მეტი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩამოვლენ და დასახდებიან ჩვენ ქვეყანაში. რელიგიასაც არ არის ლაპარაკი. რამდენი შემთხვევა ყოფილა, როცა რუსმა ტურისტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ქართულ ძეგლებს ან თვითონ ქართველებს. ჩნდება კითხვა, რისთვის სჭირდება ეს ყველაფერი ჩვენ მთავრობას. სიმართლე გითხრათ, მე უფრო გამიჭირდება აგიხსნათ ის თუ რაში სჭირდებოდა შვედეთს ამდენი მიგრანტი. არ მგონია, რომ ამდენი ემიგრანტი ქვეყანაში იმიტომ შემოუშვეს, რომ უბრალოდ დაეხმარონ. როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც, ემიგრანტები იმისთვის სჭირდებათ, რომ ჰყავდეთ იაფი მუშა ხელი. და მე მგონი ყველა ხვდებით, რომ დაბალი ხელფასი ევროპაში და საქართველოში ორი სხვადასხვა რამეა. მაგრამ რა გავაკეთოთ? მთავრობამ გასაგებია, რაც უნდა გააკეთოს, უვიზო მიმოსვლა შეწყვიტოს, ინტეგრაციის კურსები დააწყებინოს ემიგრანტებს და უფრო მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა დაიწყოს. მაგრამ ამას არ აკეთებენ. და ჩვენ რა გავაკეთოთ? როცა ვაპროტესტებთ, ამ ყველაფერს გვარბევენ, ინტერნეტში არ გვისმენენ და ასე შემდეგ. მე მოვიფიქრე ძალიან კარგი იდეა და რავი, თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერს ძალიან მაინტერესებს. ჩვენ ყველას გვახსოვს ის ვიდეო,
სადაც ინდოელ კურიერ გოგოს მოაქვს ხინკალი ქართველის. ხინკალი უკვე აღარ ვარგოდა, რადგან გოგო დიდი ხანი მოდიოდა ხინკლით და სახლს ძირს მიაგნო და ასე შემდეგ. მგონი ჩემზე კარგად იცით ეს ისტორია. რა გააკეთა კლიენტმა, რომელიც იყო უკმაყოფილო მომსახურებებით. გადაუღო ვიდეო გოგოს და დამამცირებელი ფონით დადო ეს ვიდეო Facebook-ზე. ჩემი აზრით კურიერის გადაღება არ იყო საჭირო, ელემენტარულად ერთი ვარსკვლავის დაწერა და მერე ფიდბექის დაწერა და მერე ჩვეულებრივი ვიდეოს გადაღება იქნებოდა საკმარისი. მაგრამ მოდით ახლა არ ვილაპარაკოთ იმაზე თუ როგორ მოიქცა ეს კაცი სწორად არასწორად ფაქტია რომ მიტანის სერვისს პრობლემა შეექმნა ამ ემიგრანტების გამო. ინტერნეტში არაერთი ვიდეოა და ფოტო, სადაც აჩვენებენ თუ როგორ უხარისხოდ აკეთებენ ემიგრანტები თავის სამსახურს და დარწმუნებული ვარ, თქვენ თვითონ შეგექმნათ უამრავი პრობლემა ემიგრანტების გამო. ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება თუ დროებით უარს ვიტყვით აპლიკაციებზე, როგორც არის Wolt და Glovo. ნახეთ რა შეასაქმე, ხშირ შემთხვევაში თქვენ მაინც გადახართ თქვენი კომფორტის ზონიდან, რადგან კურიერი ვერ აგრემს გზას. პლუს საჭმლის ხარისხი უარესდება და ტყუილა ხარჯავთ ფულს. თქვენ ფულს ხარჯავთ იმისთვის, რომ კომფორტულად მოგიტანოს საჭმელი და თან მაღალი ხარისხით, მაგრამ ეს ესე არ არის. მაშინ რაღაცე იხდი ამდენ ფულს, თუ ბოლოს მაინც იცი, რომ დიდი შანსია, რომ უკმაყოფილო დარჩები. ჩემი აზრით, თუ დროებით არ გამოვიყენებთ Wolt და Glovo-ს და სხვა აპლიკაციებს, რომლებიც ემიგრანტებს ასაქმებს, რის გამოც მომსახურებების ხარისხი ვარდება, ჩვენ შევძლებთ, რომ პრობლემა შევუქმნათ ამ კომპანიებს და უკვე არა ემიგრანტების, არამედ ჩვენ ინტერესებს დაიცავენ. ამით მინდა დავასრულოთ ჩემი ვიდეო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გადმოდით Discord სერვერზე და თუ თქვენ გაქვთ უფრო კაი აზრი თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ უკონტროლო მიგრაციას, დაწერეთ კომენტარებში. ამით მე გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.